გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგზელებთ ჩვენ გადაცემებს, ჩვენ კვლავ ტელეპლუსის ეთერში ვართ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, მიმდინარე მოვლენებზე და იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელი პრობლემატური საკითხები დღეს ჩვენ ქვეყანაში არის და სწორედ რომ რაღაც გარკვეული არასწორი მიმართულებით ვითარდება მოვლენები. კარგად მოგეხსენებათ ერთხელ სამუდამოდ რომ უნდა დალაგებული იყო ქვეყანაში მდგომარეობა. ქართულმა ოცნებამ არაერთხელ დაპირდა საქართველოს მოსახლეობას, რომ ეს რაღაც გაურკვეველი აგენტურული deep state-ისა და FTI-ის მიერ ჩამოყალიბებული და გამოჩეკილი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები ჩამოცილდებოდნენ და შესაბამისად გასუფთავდებოდა პოლიტიკური ველი და არც ერთ პოლიტიკურ პროცესებში აღარ მიიღებდნენ მონაწილეობას. მაგრამ ხედავთ, რომ ყოველდღიურად რაღაც ახალ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და ახალ მუქარები საქართველოს წინააღმდეგ. ახალ დაანონსება იმ არეულობებების, რომლებსაც ისინი რომლებიც არაერთხელ გაუკეთებიათ მათ ჩვენს ქვეყანაში და აქ ცოტა ხნის უკან რუსთაველი კიდევაც გადაწვეს, ხო? ეხლა გუშინ აგეთ წოდებულმა, რაღაც გაურკვეველმა, გაერთიანებულმა, ვითომ და ახალმა, მაგრამ ახალი არ არის, ეს არის ნავტალინ დაღრილი, აგენტურული, სექტანტური და რა ვიცი, ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები, ეს ნაციონალური მოძრაობა და დაანონსეს ახალი, ესე იგი, საპროტესტო აქციები თბილისში. ახალი საპროტესტო აქციები კი არა, ახალი არეულობა არის, ეს ჩვენ ენაზე რო ვთქვათ და მზადება რევოლუციისთვის, ხო? აი ეს ახლა თუ ხელისუფლებამ ხომ უნდა გაიგოს და ხომ უნდა რაღაცნაირად დავიდეს ხელისუფლებამდე, რომ ასეთ რაღაცებს რო აკეთებენ ესენი კაცო, ვისი ბრალი არის ეს? ეს არ არის უკვე ამათი ბრალი, ეს არის თქვენი ბრალი. რატომ აკეთებიებთ ამას? რატომ არ ღებულობთ ზომებს და რატომ არ გინდათ რომ ერთხელ სამუდამოდ დაისვენოს საქართველოს და დაისვენოს საქართველოში მაცხოვრებელმა ადამიანებმა, ხო? აი ჩვენ დღეს ამ თემებზე გვექნება საუბარი, გვექნება კიდევ იმ საფრთხეებზე, რომელიც საფრთხეებს არის დღეს ჩვენ ქვეყანაში და შესაბამისად არ ვიცით დანისპირზე დევიარებით, აგერ ირანში ცხვრწინ ომი არის და რაღაც უკვე რაღაც გააქტიურდა ჩვენ ქვეყანაში პროვოკაციები, რომ ცდილობენ რომ ჩაგვირთრიონ ამ რაღაც ბინძურ სამხედრო კამპანიაში, ხო? ამაზე გვექნება საუბარი ჩვენ დღეს კიდევ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ჩვენი გადაცემის ხშირი და ჩვენი ტელევიზიის ხშირი სტუმარი ბატონი რამაზ გაგნიძე, პოლიტოლოგი, კონსერვატორი და არაერთი რომ მეტყვი აქციებისა და ბრძოლებში მონაწილე ადამიანი და დღესაც ბრძოლობს ეს ადამიანი და დღესაც სწორედ იმ გზაზე ადგას, რომელიც გზის საფუძველს უნდა განთავისუფლოს ეს ქვეყანა მსგავსი აგენტურისაგან და მსგავსი სექტანტებისაგან. და ეს კაცი ამგაცა თავისი სიცოცხლე და თავისი ენერგია და თავისი თავი ჩადო ამ ბრძოლებში და სულ აი წინააღმდეგობებში არის. ყველა მხრიდან შემოტევებში არის და იქნება შემოტევებში და ვიქნებით შემოტევებში. მოდი სადაც გაიხედავ, ყველგან ნაციონალები არიან და ყველგან სექტანტები არიან. ხელისუფლებაშიც მაგენი არიან. ხო და ამიტომ არ გვიკვირთ ჩვენ ეს და არც პატრონამას უკვე. პატრონამას მოგესალმებით. მოგესალმებით იმეცნობით ტელემაყურებელს. მადლობა რომ მომზადეთ ჩვენთან ტელევიზიაში და მოდიხართ, ხშირად მოდიხართ ჩვენთან ტელევიზიაში და ეს ასეც არის საჭირო რომ უნდა მოხვიდეთ ყოველთვის და უთხრათ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას რა მდგომარეობაში ვიმყოფებით და რაღაცას რო ფუთავენ ახლა და თითქოს და მოჩვენებით რაღაცებს მიაქვს საზოგადოებამ, ესეც არ არის. აი ახლა ბატონო რამას გუშინ გააკეთეს განცხადება და შეიძლება ესევე ეს კრიმინალები, ეს კრიმინალებიც არ არიან, სექტანტები, ანტიქრისტეები და უსამშობლო ადამიანები და დაანონსეს პირდაპირ თქვენს რომ ჩვენ ვიწყებთ არეულობას ამ ქვეყანაში და 26 მაისს და 17 მაისს არ ჩავატარებთ. გამოვიყვანთ ხალხს ქუჩაში. რას ნიშნავს ეს და რა არის და რატომ აქამდე მიიყვანა ხელისუფლებამ ეს უსამშობლო ადამიანები? ესე იგი, პროტესტის ნორმები, ამათი ამ სექტანტების და აკაცუკების ნორმები, ესე იგი, და ფორმები რო ჩაცხრა, ქართულმა ოცნებამ მიხვდა, რომ მათ ექნებოდათ საფრთხე. ანუ მათ მთავრობას და მათ ზოგადად პოლიტიკურ მოღვაწეობას ექნებათ საფრთხე. აქედან გამომდინარე, დაიწყეს ისე როგორც რიგითი წესი დაფინანსება ამისი შეკრიბეს ეს აკაცუკები ეს ნაციონალები
და ისევ დაიწყეს მათი დაფინანსება, იმიტომ 2 წელიწადში არის არჩევნები 2028-ში შემოდგომაზე და აქედან გამომდინარე ეს პროტესტი ვარ ჩახსნეს, ნელ-ნელა დააფინანსო, ნელ-ნელა მე უკვე გაახსენებინე რომ 26 მაისი მოდის თურმე, რომელიც არის ქართველი ხალხის ჩაძაღლების დღე ნაციონალებისგან 26 მაისი 2011 დაჩეხეს ხალხი. კი ბატონო. გვამები მაღაზიებზე შესაძლებლად რომ შემოვიდეს. ერთ-ერთი თანამონაწილე მე ვიყავი და თქვენც იყავთ 26 და ჩვენში ციხეებში ვიყავით, მაგრამ თქვენ ჩვენ ციხეებში გლეწავდით და გვამტრევდნენ, თქვენ კიდევ აქ გლეწავდით და გამტრევდნენ 26 მაისს თავისუფლების მოედანზე. კი ბატონო და ამას რასაც ახლა ყვები, ეს ყველაფერი აქვს ნათქვამი ბატონ ირაკლი კობახიძეს ეთერში. რომ ჩვენ ვაფინანსებდითო მაგ ტელევიზიებსო, ვაფინანსებთო, ჩვენ ვაფინანსებდით და ვაფინანსებთო ნაცმოძრაობის ამ გამოსვლებსო. ეხლა ეს ხო ჩემი მოგონილი არ არის და იგივეს ვიმეორებ, ანუ ჩაწყდა პროტესტი, ანუ რაღაცა 500 დღე გავიდა მიახლოებით და პროტესტი რო არ ჩაცხრეს, ხელახლა ესე იგი იმაშებიან, რა ქვია, აამოქმედებენ, ესე იგი ძრავას ჩაურთავენ და აფინანსებენ იქით ყავა, იქით შოკოლადი, იქით რაღაცა აქეთ-იქით და ნუ როგორ ხდება, ხო იცით მე. სამწუხაროდ და მე ესენიც აზარჩი მოდიან და ამ დეგენერაცია, ტვიში დეგენერაცია განვლილებს ამ აკაცუკებს და ნაცებს გონიათ რომ მართლა გადატრიალებას და რევოლუციებს აწყობენ და სიამდვილეში ერთმანეთთან გარიგებაში ხო არიან ესენი. და მე უკვე უცებ გონიათ რომ მე შევლენ აზარჩი, გონიათ რომ გადატრიალებას და რევოლუციას აწყობენ და იწყებენ მე რევოლუციაზე ლაპარაკს. კი ბატონო, რევოლუციაზე ლაპარაკობ, მაგრამ მე ეს ხალხი შიშობს. ეს ბევრი უტვინო, ბევრი ტვინიანი ხალხი, ბევრი მშიშარა, ბევრი ცოტა არამშიშარა ხალხი, ყველანაირი კატეგორიის ხალხი შიშობს ამაზე და აი ესენი არ მოვიდნენ. მე ესენი გამოვლენ, აბა ესენი გინდათ კაცო, ნაცები გინდათ, ჩვენ თუ არ მოგვიცით ხმა? ეს პრინციპი მუშაობს 14 წელიწადია. იგი როდიმდე უნდა იყოს ეს და როდიმდე უნდა ყავდეს ქართულ ოცნებას ბუას როლში და აი ესეთ კაცი ჭამიების როლში. ეს ხო მათ რეპუტაციაზეც მოკეთებს, ბატონო. არჩევნებში უნდა მივიდეს ხალხი. არჩევნებში არ უნდა მიაქციონ ამ ორი იმის რა ქვია პარტიის კოლაბორაციას თავი, არ უნდა მიაქციოს ყურადღება ამას და ამ კოლაბორაციონერებს ორი პარტიას ვისაც აქვს ამ ანასხლეთ პარტიებს ერთმანეთთან გაკეთებული, ამათ კოჰაბიტაციას ყურადღება არ უნდა მიაქციო და არჩევნებში და მიისცე ხმა იმ ძალას, იმ ძალებს ვინც რომ ამათან არ არიან და ვისთანაც ესენი არ არიან. კი ბატონო. აი ეს არის გეთანხმებით. უეჭველი ეს. გეთანხმებით, მე თქვენ მაშინ ანუ უნდა მისცე ხმა კონსერვატიულ განწყობის საზოგადოებას. მაგაზში გეთანხმებით თქვენ, სწორად ჩამოაყალიბეთ, მაგრამ აი სწორედ ანუ იმ კონსერვატიულად განწყობილ პარტიები, რომლებიც არიან დღეს და ცდილობენ შემოსვლას პოლიტიკურ ველზე, ამ პარტიებს არ აძლევენ განვითარების საშუალებას. კი ბატონო, და თან ისად ნუ დავაბნეთ მოსახლეობას და ზოგადად ნუ იმას ვიზავთ, რა ქვია, შეცდომად ნუ შევიყოთ მოსახლეობას. კონსერვატიულად განწყობილი პარტია არის ერთი ან ორი. მეტი პარტია ფაქტობრივად დაჩენი არის უკაცრავად ოცნებისგან გამოგონილი პარტია. ახლა ნახეთ, ახლა მაგას გეუბნებით, ახლა მე სულსაც აი მაგას გეუბნებით რა. კონსერვატიული ანტიფო კონსერვატიული მოძრაობა, რომელიც თავიდან ხედავთ როგორ მიდიოდა და მიაწვა ბოლომდე რა. და კი ბატონო, როგორ ჩახსნეს რა არ გამოიყენეს. მთელი საერთაშორისო ზეწოლები რა არ გააკეთეს, რომელიც კობახიძეს გააკეთებინეს სხვათა შორის. კობახიძეს გააკეთებინეს რა გააკეთეს, რომ ამ გაუქმებებიო ის საჯარო რეესტრიდან, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან და ასე ყველა მინდა. მე კიდევ ახლა მოდი რა სიმართლე ვთქვათ რა, ყველაფერს აკეთებენ და ყველანაირ სვლებს აკეთებენ იმისათვის, რომ ამ პარტიას კი ახლა ისნობს საქართველოს მოსახლეობა ისნობს ამ პარტიას. თავისთავად ცხადია, მთელი სოფლიოს ქართველობა ისნობს. მაგრამ ტექნიკურად უხნიან იმის პრობლემებს, რომ მათმა აქტიური პოზიციები და აქტიური რომ ვიტყვი პოლიტიკური მიმართულებები ვერ დაიკავონ რეალურ პოლიტიკურ ველზე. მე რა მახეთ. მე უარეს მაგალითს გეტყვით, თქვენ ბრძანდეთ და მე გეტყვით კიდევ მაგალითებს. ესე იგი, ყველაფერს როგორც ხელისუფლება, ისე საგარეო ფაქტორი თავი და ბოლომდე წარმოიდგინეთ თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ბაიდენის ადმინისტრაცია რომ რადონის ძლიერი პარტია უნდა იყოს და რადონის ავტორიტეტი უნდა ქონდეს რომ და ევროკავშირიდან რომ დაგიწყებენ ბრძოლას გაიგე ხო რადონის ავტორიტეტი უნდა იყოს და პლუს ამას კიდევ აქ ადგილობრივი ხელისუფლება გიქნის პრობლემებს ხო ამას შესაბამისად აგერ ყავს თავისი ბუა ხო ეს ისა სექტანტები ავამტყოფები ხო ავამტყოფები
რა უნდა როგორ უნდა მოახერხოს ამ პარტიამ, ამ კონსერვატორულმა მოძრაობამ, რომ ის შევიდოს აქტიურ პოლიტიკურ ველზე. ანუ რას გეუბნებით, რომ იმის სტატუსს ჩახსნან ეს ეგ ნაციონალური მოძრაობა და ამ ნაციონალური მოძრაობის პოზიციაზე გადავიდნენ თვითონ. ანუ პოლიტიკური ხედვებიდან კი გამომდინარე ადგილი, სადაც ის იმყოფება. დღეს მეორე რიგით მეორე პარტიად, ხო? კი ბატონო, მაშინ გეტყვით ბატონო ტრისთან ამას, რომ ზოგადად 2028 წლის არჩევნებში ანუ 2 წლის მერე ჩემ ხედავს გეტყვით რა. ზოგადად ამათი საქციელი და კოჰაბიტაციური საქციელით ადვილი არ იქნება, რომ კონსერვატორული მოძრაობა თავისთავად ცხადია სათავეში მოვიდეს. მას გარკვეული პროცენტები, რასაც კონსერვატორული მოძრაობას დიდ პროცენტს აიღებს, მგონია მაგაში ეჭვმეპარება, როგორც აიღებს თქვათ ოცნება, როგორც აიღებს ამათი ნამოწყალევი აკაცუკის ეს ისეთი ნაციონალური პარტიები თუ არ აკრძალეს მანამდე თავისთავად ცხადია და არც აპირებენ აკრძალოს, ესენი არჩევნებამდე იძახიან მარტო იტრაბახობენ, რომ ეს არის იმას უზავთ, მე არჩევნების მერე იმას უზავთ, მაგრამ სინამდვილეში არაფერს არ უშვებიან, იმიტომ რომ აზრი არ აქვს მაგ თემას მაგათთვის და ზოგადად მიუხედავად იმ წინააღმდეგობისა, რომ კონსერვატორულ მოძრაობას და კონსერვატორულ პარტიას კონკრეტულად საპარლამენტო არჩევნებში დიდი პრობლემები შეუქმნეს და მერე უკვე ვეღარ შეუქმნეს შიდა არჩევნებში კონკრეტულად ამ ადგილობრივებში მერობის და საკრებულოს არჩევნებში იმდენი პრობლემა ვეღარ შეუქმნეს და ჩვენ გადავლახეთ 5%-იანი ბარიერი ზოგადად პარტიამ და მისმა მომხრე ხალხმა. რამოდენიმე ადამიანი შევიდა, კი ბატონო, რამოდენიმე ადამიანი შევიდა საკრებულოებში, მაგრამ იცით რები გააკეთეს ამათ, არც განიხილეთ ამათ სასამართლო, მაგალითად ხაშურში. რო შესულიყო მინიმუმ ერთი კაცი საკრებულოში ხაშურში, პირველი ნომერი რო შესულიყო 0.000 რაღაც 1% დააკლა. კი არ და ამ კვალეს ისაც არ განიხილეს. წარმოიდგინე, აი როგორ გითხრათ, რომ მთელ 40,000-იან პირობითად 40,000 ამორჩევლიან რაიონში, ხო? დააკდა ერთი ხმა, ან ნახევარი ხმა. წარმოიდგინეთ, ესე იგი, ესევე გააკეთეს ყაზბეგში, ესევე გააკეთეს ონში, ესევე გააკეთეს იმაში რა ქვია, გორში და ძალიან ბევრგან რა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შევიდა, ბევრი ჩვენი, ანუ ეგრე ის ხმა მინდა 5%-იანი ბარიერის გადალახვა კონსერვატორული მოძრაობისთვის ამათ გაყალბების მიუხედავად პრობლემა არ არის, გამიგეთ? მაგრამ აი ამათ მადეშინია ზუსტად, რომ მინიმუმ 5% რო გადალახონ საპარლამენტო არჩევნებში უკვე 8 კაცი შედის კონსერვატორული მოძრაობიდან. 8 კაცი. ანუ ან მინიმუმ უნდა შევიდეს 8 კაცი. შედის 8 კაცი. ეს 8 კაცი იცით რა მხელა ის არის ამათთვის პრობლემა. და ეს 8 კაცი არის ამათ რო სულ რო გააყალბონ არჩევნები მაქსიმალურად რაც რომ უკვე ვეღარ გააყალბეს იმის იქით და სადღაცა 10 და 15 კაცი და 20 კაცი თუ შევიდა კონსერვატორული მოძრაობიდან, ხო, პარლამენტში ამოც არის ძალიან დამანგრეველი რა. ამიტომ პირდაპირ გეუბნები. ეს ამას ელოდებიან ესენი. და ყველაფერს ცდილობენ რომ ყველანაირად შებოჭონ. ხო, მაგრამ ფინანსურად, ეკონომიკურად, ყველანაირად. კი ბატონო, ტელევიზიის ამას კი ვხედავთ, კაცო, ჩვენ იქ ფინანსები შეუზღუდვეს, ზოგ მე ანგარიშები გააუქმეს, მე რავი, ყველაფერი გააკეთეს, ხო, მაგრამ ეხლა რეალურად მოდი რა პიტა სიმართლე ვთქვა რა ხალხი რომელი ხალხის დღეს კონსერვატორულ მოძრაობას უჭერს მხარს ხო ის ელექტორატი მაგან არ დაუკარგია ისევ ყავს ის რესურსი ეს ადამიანები კაი სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ რაოდენობრივი უკუთხით გეუბნებით რომ კონსერვატორულ მოძრაობას სადღაცა საქართველოში და ანუ ემიგრაციაში წასული ქართველების სადღაც 200,000 კაცი უჭერს მხარს. ანუ სადღაცა ყველაზე მინიმუმს გეუბნებით. ეს არის მოსახლეობის სადღაცა სრულწლოვანი მოსახლეობის ორივე მოსახლეობის წასული და გასული და აქ დარჩენი მოსახლეობის მინიმუმ 10%. ეგ ყველაზე ცოტას გეუბნებით. ეგ ისაც ამათ რო უნდათ ეს შექმნან ეს სიტუაცია რა. და ეს აისახება კიდეს. ამათ რო ხილია შეგვიშალონ მინიმუმ ეს 10% ეხლავე გეუბნებით. დღევანდელი მდგომარეობით არჩევნებში აისახება. დღევანდელი მდგომარეობით. მერე რა იქნება ღმერთისწყალობით უკეთესობა რო იქნება მაგაში ეჭვმეპარება. თქვათ რაოდენობრივი მატების კუთხით. აი ხა ნახეთ დაიწყეს უკვე ამათმა დაანონსება და პირდაპირ თქვენს და განაცხადეს და არც ფიცავენ ეს არც იმაშობიან რა რომ ჩვენ ვიწყებთო აქციებსო და ახლა 26 მაისო ჩვენო სწორედო არ მივცემთ საშუალებასაც ჩატარდესო ხო ეხლა როცა ამ ხელა რაღაცას აკეთებს აცხადეს პარტია ხო ნუ ახლა 26 მაისო ჩაშალო
მინიმუმ 300,000 კაცს უნდა გამოიყვანო, ხო 200,000 კაცს ქუჩაში, ხო? ასეა ეს. ამათ? ხო, ამაც გეუბნები, ამაც, ხო? ამათ ეს რესურსი არ გააჩინიათ. ესენი ვერ გამოიყვანებენ 10,000 კაცსაც ეხლა. ნაცმოძრაობაზე. ნაცებზე გეუბნები, ხო? არა, სულ რო თავის აკაცუკებიან იმიანთ 20-30,000 კაცს რო გამოიყვანონ, ვის რას უზავენ, თორე კი. ხო, არა, რას გეუბნები? აი ეგ იციან ოცნებამ, კარგად იციან. ხო, მაგრამ ფონი ხონა შექმნა წინასაარჩევნო ფონი, ანუ ნელ-ნელა ხონა მოუმატონ ტემპს. ახლა ნახეთ, მოდით ახლა ჩვენ ზუსტად ახლა განვიხილოთ ეს პროცესები და თუნდაც ის ჩავლილი ის არეულობა, რომელი არეულობაც ვამბობთ, კი ბატონო, ოცნება უწყობს ხელს ამას ყველაფერში და ოცნების ის არის ეს ყველაფერი ორგანიზებული, მაგრამ ფაქტი სახეზე არის, რომ იქაც თვითონ როდესაც რაღაც გარკვეული საკითხები წყდება, ხო, ნაციონალურ მოძრაობაში და ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში ბევრი პოლიტიკური ლიდერი საქმის ხურში არ არის და პირდაპირ მიდიან. ახლა შევიდათ შეიყვანეს ციხეში დაიჭირეს ეგერ ახლა მანჯგალაძე დაიჭირეს ბურჭულაძე ნადირაძე ისა ბრეგვაძე და კიდევ და ასე შემდეგ. მაგრამ ეგ იყო წარმოშობით მოღალატეები არიან. ერთმანეთს უღალატეს. ხო, ნახეთ. ბევრი საქმის ხურში იყო, მე რეიძახია რო არ ვარ. ხო, არა, ამბობენ რომ ისე იგი ჩვენო იქ ეს არ ვიცოდითო, აქ არ ვიცოდითო. ანუ იქაც რაღაც გარკვეული ის არის შეუთანხმებლობა, იქაც არ არის ბევრი საქმის ხურში ამასთან დაკავშირებით და არის რაღაც გარკვეული ჯგუფი, ეს არის ესა მუდმივი ჯგუფი, რომელსაც აქვს კომუნიკაციები ქართულ ოცნებასთან და იმ ჯგუფი მართავს მთლიანად ამ ლავირება ვის საშუალებითაც ხდება. ხო, ეს არის ყველაფერი აბსოლუტურად და ეხლა თვითონ ნაციონალურ მოძრაობაში და ეხლა დღეს ახლა რომ გამოვიდნენ და ესეთ განცხადებებს აანონსებენ, არა? იქაც შევხედეთ, რომ იქაც შეუთანხმებლობა არის და ბევრი ახლა არ დაუდგა მათ გვერდით, კაიგე რაღაც იყო, როდესაც მათ ეს განცხადება გააკეთეს, არ იყო ყველა პოლიტიკური პარტია. ანუ იქაც უკვე მიხვდნენ ისინი, რომ რაღაც თამაშები არის და ამ თამაშებს ოცნება ემაშვება, აორგანიზებს და ოცნება მართავს ამ სიტუაციას მიხვდნენ იქაც იმ თვითონ იმ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებში? მიხვდნენ, კი ბატონო, მაგას მიხვდნენ, მაგრამ ამ მიხვედრის და მიუხედავად ვის როგორ ჭირდება თავიანთი პოლიტიკური ქულებისთვის თუ საარჩევნო ქულებისთვის თუ ვის ჭირდება ფინანსური ინტერესებისთვის, იქიდან გამომდინარე მიდის ლავირება შიგნითაც რა. ანუ ისევე ურიგდებიან ერთმანეთს, მერე ისევე ურიგდებიან ოცნებას და ოცნებისგან მერე პასუხს იღებენ და ვისაც უნდა რჩება, ვისაც უნდა მიდის. ერთ სიტყვით კონგლომერატი არის შექმნილი, ანუ სიმსივნის პრინციპი არის რა, სიმსივნეში, აი კაფსულაში ვარი მოთავსებული სიმსივნე, ხო? იმას იმ კაფსულის შიდა გაზს, თხევად გაზს იკავებენ, ანუ იმ სფეროს იკავებენ, იმ ბურთულას იკავებენ იმ სიმსივნის კაფსულას და ის რომ გასკდეს იციან რომ ძალიან სულად იქნება საქმე. ამიტომ ეს ოცნება ამ სიმსივნეს არ ჭრის, არ იღებს ამ კაფსულას და იმ კაფსულაში ტოვებს და ყვებავს პირიქით რა, რომ ეს სიმსივნე ოღონდ როგორ ყვებავს, იცი, პრინციპიად ეგეთი. ცოტა რომ მიაწვდა, ძალიან გაისუქებენ ერთ ადგილს, მერე ცოტა მოუკლებს და მერე ცოტა დაჩუტავს. და აი ესეთი სიტუაციაა. ანუ ეს არის მართული ქაოსი. მართული ქაოსია თავისთავად. კარგი, ეს მართული ქაოსი არის. ხომ შეიძლება, კიდევ ვიმეორებ, ხომ შეიძლება რომ ამ მართულმა ქაოსმა დაკარგოს უკვე მართვა და ფაქტიურად გადაიყვანონ უკვე ნამდვილ რევოლუციურ პროცესებში. კი, ყველაფერი მოსალოდნელია. უბრალოდ ერთი რამის თქვა მინდა. პარტია, რომელიც აფინანსებს ნაცმოძრაობას, ანუ ქართული ოცნება, არის სავსე ნაცმოძრაობით. აქ რა დროს მოხდება შიდა საბოტაჟი და ორი ნაცმოძრაობა არის. ერთი ხელისუფლებაში არის ქართული ოცნების ნაცმოძრაობა, მეორე ნაცების ნაცმოძრაობა. და რა დროს მოხდება შიგნით საბოტაჟი და რა დროზე მოხდება პროვოცირება, რა დროზე მოხდება გარიგება, რომ ერთმანეთი ყვებონ და ერთმანეთს თავი გადაატრიალებინონ, ან ერთმანეთს რევოლუცია მოუწყონ. აი უკვე მაგაზია დამოკიდებული რა. ანუ ვინ გაკაჩავს ქართულ ოცნებაში შეგდებული ნაცები თუ ნაკლებად ლიბერასტი ქართული მეოცნებეები. ანუ ყველა ლიბერასტები არიან, მაგრამ უკვე ნაცები გაკაჩავენ თუ ძველი ფაქტიურად არავინ არაა დაჩენი ქართული ოცნებაში, უბრალოდ ლიბერასტული ქართული ოცნების წარმომადგენლები გაკაჩავენ. თუ როგორ იქნება ეს გადალაგების პრინციპი მერე გამოჩნდება ეს ყველაფერი. მაგრამ თქვენი კითხვა არსი, რომ შესაძლებელია თუ არა ეს რევოლუციური მოვლენის მოწყობა, ეს ყველაფერი შესაძლებელია. აი დაკარგა კონტროლი და ქართული ოცნებამ დაკარგა კონტროლი, ამათაც გააკეთეს სატყუარა და ამ სატყუარის საფუძველზე ისე ნელ-ნელა ძლიერდებიან
როგორც ამათი არა ერთ ჩვენიერ დღეს უკვე მართლა აი მგელიო და მართლა მოვიდა მგელი ანუ ამაზე არა დამოკიდებული ნახეთ ვიზია დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინიდან რა ძალები შეძლებენ თქვათ გადამოლახვა საზღვრისას და ვინც მოეხმარება ამათ თქვათ პირობითად ვიზახი რევოლუციაში ან თქვათ არ არის გამორიცხული ასევე თურქეთიდან გადმოვიდეს ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა დამხმარე ძალაზე მაქვს ლაპარაკი საიდან გადმოვლენ ზღვით გადმოვლენ რუსეთიდან შემოვლენ თურქეთიდან შემოვლენ სომხეთიდან შემოვლენ აზერბაიჯანიდან შემოვლენ ეგ ღმერთმა ის ყველა გზას გამოიყენებენ კი ყველა გზას გამოიყენებენ იმიტომ რომ ფული ჯოჯოხეთს ანათებს და ამათვის ახლა ეს ინტერესი დახარჯული ფული იმ ძალებისთვის და იმ ძალებისთვისაც ვისაც ესენი მისცემენ ფულს ყველასთვის ფულის ინტერესიდან გამომდინარე ადვილი შესაძლებელია თქვა საზღვრების გადმოლახვა პროვოკაციის მოწყობა ასევე ადვილი შესაძლებელი არის თვითონ ეს საბოტაჟის თემის მოწყობა იმიტომ რომ კიდევ ვიძახი რომ ნაცები არიან ყველგან როგორც ქართულ ოცნებაში ისევე ნაცმოძრაობაში და რა იმას დადებენ სტატუსს და ჭადრაკის პრინციპებით როგორი იმებით ფიგურებით ითამაშებენ ეგ უკვე მომავლის თემა არის რა გამიგეთ მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად ქართველი ხალხი ვისაც ბოდიში და ორივე მხარე ფეხებზე გვკიდია და ვინც ვართ ძველი ნაომრები სისტემის წინააღმდეგ მარტო ომებში არა სისტემის წინააღმდეგ და ეხლა კიდე პირდაპირ ვიძახი სახეს ვარ თქვენ გაერთიანებული სისტემის წინააღმდეგ რაც არის რეანიმირებული აღდგენილი სისტემა ეს აგენტურა რომელიც გაერთიანეს ეხლა თქვენ ამას გულისხმობთ ხო კი არა მარტო იმ გაერთიანებული სისტემის წინააღმდეგ კი არა ერთობლივი დამფინანსებლისა და დასაფინანსებლის ერთობლივი გაერთიანებული სისტემის წინააღმდეგ მაგას აი ახლა ნახეთ ბატონო რამაზ ნახეთ ახლა ჩვენ რა გვინდა და რა უნდა საზოგადოებას და რა გვაინტერესებს და მეც ძალიან მაინტერესებს და ჩვენს მაყურებელსაც ძალიან აინტერესებს მიიღეს კანონი აგენტურის წინააღმდეგ მიიღეს დაფინანსების წინააღმდეგ კანონი თარიღი თქვა როდის ხო წლების უკან კი ანუ ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში ის რაც ხდება დღეს ხო ეს ყველაფერი უნდა იყოს ლოკალიზებული და აღკვეთილი რატო არ მუშაობს ეს კანონი რაშია საქმე ეხლა რასაც ესენი აანონსებენ ხო და ამბობენ რომ ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ აქციებს გამოსვლებს ქუჩაში ამას ფული უნდა საიდან ეს ფული მერე მოწოდება სახელმწიფო წინააღმდეგ ესეც ხო დანაშაული არის შემდგომ აგენტია უკვე ის ვიცით რომ აგენტები ესენი ამბობენ რომ თქვენ ახართ აგენტები ხელისუფლება ეუბნება თქვენ ახართ აგენტებიო ანუ რო ეუბნება ხელისუფლებას თქვენ ახართ აგენტებიო ესე იგი აქვს რაღაც გარკვეული მტკიცებულებები ხო და რატომ არ მოქმედებს ეს კანონი რომელიც კანონიც მათმა მიიღეს და რამის კინაღამ დაამხეს თავზე რუსთაველი ამ კანონის მიღებისათვის დავიწყოთ თავიდან დიახ ამ კანონის პრინციპი როგორ იყო ამ რევოლუციური შედეგი მოიტანა კინაღამ ამ კანონამდე და კანონის დროს ამ კანონის მიღებამ და პრინციპში როგორ არის პარლამენტმა მხარე დაუჭირა ოღონდ არა ბოლომდე ეს კანონი არ ჩაჯდა თავის ნორმებში მთლიანი მოსვენები არ გამოვიდა ამ კანონის თაობაზე იმიტომ რომ ამ კანონის გამოსვლის მერე უნდა შექმნილიყო რეესტრი სადაც აგენტურული ქსელის ანუ არასრულყოფილია კი ბატონო არასრულყოფილად გააკეთეს ეს ყველაფერი აგენტურული ქსელის რეესტრი არ შექმნეს რის საფუძველზეც მიდიოდა იწყებოდა მათი ან დაკავება აგენტების ან დაიწყებოდა მათი დეპორტაცია ან დაიწყებოდა დეპორტაცია და პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მათი საქართველოში ანუ მიუხედავად სახელი და გვარისა მნიშვნელობა არ აქვს ეგ ერთი ეს არ მიუხედავად ეროვნებისა და კი ბატონო ეროვნებისა და სარწმუნოებისა ეს არ შესულდა ეს საკითხი მთავარი საკითხი რაც იყო გლობალური საკითხი და მაგის მერე პირიქით გამოვიდა და ვაფინანსებთო ჩვენო იმ აგენტებსო იმ კანონის მოწინააღმდეგეებსო რომელსაც ჩვენ ვაწესებთო იმ კანონსო იმ აგენტებს ჩვენ ვაფინანსებთო მაგის მერე იძახიან ესე ამის მერე ამბობენ ეს ქართული მაგის მერე კი ბატონო ქართული ოფიციალურად ისა ირაკლი კობახიძემ თქვა ყველაფერი კარგად ვის ვაფინანსებთო ჩვენო პარტიასო და ყველაფერი ჩვენ ვაფინანსებთო მაგის მერე ხდება რა ანალოგიურად იწყება ისევ დაფინანსება ისევ ქართული ოცნების მიერ დღევანდელი თემიდან ახლა რაც დაიწყეს ახლა რაზეც ახლა ვსაუბრობ ჩვენ ანალოგიურად ისევ არაპირებენ ამ კანონის რესტრუქტურიზაციას და ამ კანონის გამოვლენას ბოლომდე ისევ არაპირებენ დიდი ალბათობით და კონკრეტულად 100%-იანი ალბათობით ისევ აგენტურული ქსელის საჯარო იმაში რეესტრის თემაში გამოვლენას, რეესტრის სტრუქტურაში ჩასმას და ისევ არაპირებენ არავის დაკავებას, როგორც აგენტურული ქსელის. მაგრამ ეხლა მოდი ყველაფერი ეს რატო არის? იმიტომ რომ თვითონ
ვინც ამას აკეთებს, ვინც ამ კანონს თვითონ აგენტურული ქსელის წარმომადგენლები არიან. უმეტესობა თქვათ რომ ოცნებაში არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები. და თვითონ ეუბნებიან სოროსი თუ მე ვიყავიო და მე აგენტს მეძახიო შენ არ იყავიო კობახიძეს უთხრეს სოროსის მთავარი კოორდინატორი 2012 წლებშიო პაპოშიც უთხრეს შენ არ იყავიო კოორდინატორიო 2004 2007 2008 წლებშიო და თქვენი ბევრთაგანიო გამოდის საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის და პაპოშვილი 21 წელი იღებდაო ჩვენგან აგენტურული ქსელის საშუალებითო გერმანიის მთავარი ფონდიდანო ხელფასო მაგას მე ხوار ვიძახი, მაგი საგარეო საქმეთა მინისტრს პაცულს არ ცემ. ესე იგი გაატარე, ხო? ესე იგი აგენტი ხარ, ხო? რას ქვია? პირველი პირი, ერთ-ერთი პირველი პირი, პარლამენტის თავმჯდომარე პაცულს არ ცემ, რას ნიშნავს? ანუ ბოჯორიშვილმა არა პროტესტიამ განცხადებასთან დაკავშირებით. არა, არ ბოჯორიშვილმა და არამე პროტესტი განცხადება, საპროტესტო პარლამენტის თავმჯდომარე. არა, მე არ მახსოვს ეგეც. ეხლა, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს და ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეზე, შესაბამისად საპასუხო განცხადება უნდა გაეკეთებინა. აგენტი იყო და ხელფასი იღებდა 21 წელი. საპასუხო განცხადება უნდა გაეკეთებინა საგარეო საქმეთა მინისტრს. და პირდაპირ რეაგირებოდა ან მინიმუმ გამოეძახებინათ ელჩი საგარეო საქმეთა მინისტრს. კი ბატონო. არ გააკეთეს ეს არაფერი. კი ბატონო, არ გააკეთეს. თან დაუდეს რომელ წლებში იყვნენ პაპუაშვილი, სოზარ ზუბარი, რა ქვია, ირაკლი კობახიძე და ძალიან ბევრი, ვინ იყვნენ ნაცმოძრაობის დროს და ეხლა თუ იმე მეტყვის რომ სოროსის ფონდის წარმომადგენელი მთავარი კოორდინატორი იყო და ნაცმოძრაობას ხარს არ უჭერდა, ეგ ზღაპარი. სოროსის ფონდი პირდაპირ აფინანსებდა ნაცმოძრაობას. მოდი ესე ვთქვათ რა და პირდაპირ სოროსის ფონდის წარმომადგენელი იყავი ოფიციალური ნაცების დროს. ეგ არის აი ჩვეულებრივი ორჯერული 4 ახლა. ვინმეს თუ მაგის დავიწყება უნდა და ვინმეს თუ მეხსიერება ღალატობს, თავის მეხსიერება რა ქვია, იმკურნალოს შესაბამისი მედიკამენტებით, მაგრამ რეალობაში და ლოგიკაში ეგრეა. რამას, ესე იგი, გამოდის რომ ეს კანონი, რომელიც კანონიც მიიღო თითქოს პარლამენტმა, ჩვენმა პარლამენტმა საქართველოს მართალიბზალე თითქოს. ხო, და ხალხი დაჩა მოტყუილებული. კი ბატონო. აი ჩვენ მაგალითად იმიტომ რომ ბოდიში 2024 წლის და 2025 წლის არჩევნები კარგად ჩატარებული იყო და 2022 წლის არჩევნები, სამი არჩევნები კარგად ჩატარებული იყო. ამ სამი არჩევნების მიხედვით, 4 არჩევნების მიხედვით კონკრეტულად მოიფიქრეს ეს კანონი, მოიფიქრეს მან კანონამდე რომ ჩვენ ამას დავიჭერთ, ჩვენ ამას შევავსრულებთ, ჩვენ ამას აგენტების რეესტრში ჩავწერთ, ამას ვიზავთ, იმას ვიზავთ, ან ბოლო არჩევნების მერე აი ეს 3 წელია თუ 4 წელია ხალხს ატყუებენ და ძალიან ცუდი ეს ყველაფერი. და მე 5 წელი დაიწყო ფაქტიურად. თუ ესე იგი თუ კი არა ხედავთ კაცო ახლა საქმე გვიჩვენებს ამას რომ ეს კანონი არ მუშაობს ესენი ისევ ემუქრებიან საქართველოს დამხობით ესენი ისევ აშანტაჟებენ ქართულ ხალხს არა საშუალებას ვინ აძლევს ეგ ამთავრებს ხო არა ასკეუნები საშუალებას ვაძლევენ მაგაშიო ბედურებო აბა ეხლა მე და თქვენ რო თქვა სიტყვა ქვეყანას დავამხობთ იმ დღეს რომ სკანდალებს დაგვადებენ დაგვიძახებენ და დაგვიძახებენ არ დაგვალაპარაკებენ ჯერ რატომ უნდა თქვათ მაგი მაგრამ მოგვაკითხავენ ხო მოგვაკითხავენ აბა ჩვენ კი არ მივიღოთ ჩვენი ფეხით. მოგვაკითხავენ, წაგვიყვანეთ. მოგვაკითხავენ. და სამწუხაროა ის რომ დღეს ისევ ეს რაღაც საჟინელი, საზიზღარე, ასე უბრალოდ ამოვიდა უკვე კისერში რა. და მარტო კისერში საერთოდ გვეზიზღებიან, აი გვეზიზღებიან ის ადამიანები, ამათაც სახეები დანახვას აღარ გვინდა კაცო. იმიტომ რომ მათი ეს უარყოფითი ეს ღაურა უკვე გადადის ხალხზე, ბიჭო, იმდენად სავსე არიან ამ ზიზღით და უარყოფითი მოქმედებებით, ხო? და ახლა აღარ გჯერავს კიდო კაცო ჩვენ აღარ ხავს აღარ ესენია ვეღარ დააგიეროთ სამაგიეროთ ქართულ ოცნებაში პორტრეტირებულ ნაცებით გავსებულ პარტიას რომელსაც ძველი მეგობრული ურთიერთობა აქვს ნაცმოძრაობასთან და ისევ გაახლებული ურთიერთობა აქვს და ასევე განსაკუთრებული დაფინანსებით გამოირჩევიან იმათ არ ეზიზღებათ ნაცმოძრაობა თავარი ეგაა და მეტის ახლა კიდო გარდა იმისა რომ ახლა ნახეთ ეს დამათვა დაიწყეს უკვე საუბარი ამ რევოლუციაზე და დაიწყეს საპროტესტო აქციებზე, გამოსვლებზე. რამდენი უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და რა უნდა გააპროტესტებელი გასაპროტესტებელი იქით უკვე ჩვენ ორივე წინააღმდეგ. ხო? და მეტის ახლა ეს გათახსირებული უნამუსო ქალი ეს ჩერგოლეიშვილი, კაიგე ივანიშვილის თამაშობს, კაიგე და უправებს რაღაცეებს ქართულოცნებას, ხო? გამოვიდა დღეს და ესე იგიო რუბიო რო დაელაპარაკავა იმასო ტელეფონზე კობახიძესო ხო ანუ შეთანხმდენო კარგი არის ეს ყველაფერიო იმისათვისო რომ თუმიც ალბათ უნდა ასეც იქნებაო რომ ქართულმა ოცნებამ უნდა მიცეს საშუალებაო და ამერიკული საფრენი საშუალებების თბილისში განთავსების შესახებ და ანუ პირდაპირ თქვა რომ ჩვენ უნდა ჩავებეთო ირანის ომშიო ხო ეს კარგი არისო
აი, იმდენად წყურიათ ამათ ხალხის სისხლი, იმდენად ეზიზღებათ მათ საქართველოს და საქართველოს მოსახლეობა, თვითონ რა ენაღვლება, ორივე ცოლქმარი ასე მოკიდებენ კეის ხელს და ჩავლენ თავიანთ კურატორთან, იქ ვინც არის მაგათი პატრონი, ვინც ამუშავებს ამერიკის შეერთებულ შტატებიდან. და აქ ყავთ ეს ისა ორივე ეს ბოკერია და ეს ჩერგოლეიშვილი. ხო, ამათ ფეხებზე კიდიათ საქართველოს და ქართველი ხალხი. და ჯერ იყო და უკრაინის ომი დაიწყო და უკრაინის ომთან დაკავშირებით ხო ცდილობდნენ რომ ჩაბმულიყავით და აქედან ჩარტელური რეისებით გაგვეშვა ჩვენი ისინი მეომრები და მიგვიღო ომში მონაწილეობა. ახლა არის და აგერ ბიჭო ცხვირწინ არის ეს ყველაფერი. ამათ უგონიათ ის ირანული რაკეტა ჩამოვარდება საქართველოში ძალიან შემსარად. ესე იგი ეს ჩერგოლეიშვილის განცხადება არის თუ არა პირდაპირ დავალება მისი კურატორიდან ამერიკის შეერთებული შტატების კურატორი რომელიც კურირებს თავიანთ აგენტებს რომ უკვე ნელ-ნელა შეამზადონ ისა რა ქვია ხალხის აზრიც და თვითონ ქვეყანაში პოლიტიკური ველიც იმისთვის რომ ქვეყანა ჩაეთრიონ ამ ირანის ომში. კი ბატონო. და მეორე კიდევ აგერ მაგის განცხადების შემდეგ დღეს მოყვა აგერ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ისა რა ქვია და საქართველოში შემოსვა მოგახსენებთ. ესე იგი ბატონო ტრისა ნახეთ როგორ არის ფიზიკურად ჩორგოლეიშვილი ბოკერია და ეს განსაკუთრებით საკაცუკები და ნაცმოძრაობის ეს გათახსირებულების კასტა კანტორა გამორჩეოდა ომში ჩართვის მოწოდებები და სურვილით თავისთავად ცხადია და პრინციპით რუსეთ-უკრაინის ომზეა ლაპარაკი. ეხლა უკვე ამერიკა-ისრაელ-ირანის ამ გაჩაღებულ ომზე ამითაც იგივე პრინციპით გამოირჩევიან, მაგრამ საქმე რაშია იცით რომ პირდაპირ ვიძახი კანონი თუ არა გამკაცებული კანონი უნდა გამკაცდეს, როცა არის საომარი სიტუაცია მეზობელ ქვეყნებში და შენ პირდაპირ განცხადებას აკეთებ ომში ჩართვაზე პოლიტიკური ფიგურა უარყოფითი ხარ თუ დადებითი მაგათ მნიშვნელობა რა აქვს პირდაპირ სუსი უნდა იბარებდეს და კანონის მიხედვით მას უნდა თხოვდეს პასუხს. დიახ. პირდაპირ უნდა იყოს ეს სუსის საგამოძიებელოს და პროკურატურის ქვემდებარე და პირდაპირ უნდა მიდიოდეს ეს ადამიანის სისხლის სამართლის საქმეზე. პირდაპირ უნდა მიდიოდეს. აქ ბევრი ფიქრი აღარ უნდა. ეს არის საბოტაჟის მტრული და განწყობილი ადამიანის და პროვოკაციული ქმედებით გამშვალული ადამიანის, აი ყველანაირად ძიმე მუხლით უნდა აღიკვეთოს ეს ყველაფერი და ძიმე მუხლით უნდა შეფასდეს ეს ყველაფერი სისხლის სამართლის საქმით, კოდექსით და ყველანაირად უარყოფითად უნდა იყოს გამოვლენი საზოგადოების სფეროში და საზოგადოებაში ეს პიროვნება და უნდა დაისაჯოს ესეთი პიროვნება ყველანაირად ძალიან მკაცრად. რომ მეორე აღარ გაბედოს ვინმე ესეთი მსგავსი განცხადება. იმდენად გათახსირებული არის ეს ჩორგოლეიშვილი რომ წარმოიდგინეთ თავის ქმარს გადაახდა თავზე და იმას არ გააკეთებინა განცხადება. წარმოიდგინეთ რომ იმიტომ იმას პრობლემა არ შეექმნას. წარმოიდგინეთ რომ ეს ყველაფერი მკადრებელი ხალია ბიჭო. ეს ყველაზე უარესია, კიდე ყველაზე უარესია. ორივე ერთმანეთს უარესები არიან, აი ბატონო. და ორივე ყოველთვის აი ზუსტად ეს აგენტურული ქსელი მოქმედებს დღესაც და ეგრეთ წოდებული პადაშას აძლევს რომ მოხდეს ეს დიდი უბედურობა რაც ამათ აინტერესებს. ეხლა რაც შეეხება დღეს 1 საათის წინ ჩამოფრინდა თვითმფრინავი ამერიკული თვითმფრინავი Boeing C-17 სამხედრო თვითმფრინავი რომელიც იტევს რამოდენიმე ასეულ თქვათ ჯარისკაცს თუ რამოდენიმე ათეულ ტონა ტვირთს ძალიან ისეთი სერიოზული თვითმფრინავია რა იმით ჩამოვიდა ანუ რო კითხულობთ ეხლა გუშინ მარკო რუბიომ რატო დაურეკავ კობახიძე და კობახიძემ რო თქვა რომ და ხალხი რომ გადაობდა და იცინოდა რომ კობახიძემ მარკო რუბიოსო კვერცხის გაიაფებაზე და იმაზე დენის გაძვირებაზე ელაპარაკო მხოლოდ რომ აი ხო ხედავთ რა დენის გაძვირება და კვერცხის გაიაფებაზე ყო ლაპარაკი ხო გუშინდელი ზარი და დღევანდელი უკვე პასუხი უკვე და ქმედება უკვე გაკეთებულია ჩამოფრინდა თვითმფრინავი ესე იგი მისცა უფლება კობახიძემ დაждომის ამ თვითმფრინავს ახლა ამ თვითმფრინავ მაქრა გააკეთა და იმას ჩვენ არავინ არ გვეტყვის მაგრამ ეს უკვე პირდაპირ გეუბნებით რომ ეს ინფორმაცია უკვე რუსეთს აქვს, ეს ინფორმაცია უკვე თავისთავად ცხადია ირანს. რამდენად საფრთხის შემცველია ეს ახლა ჩვენთვის ეს? მაგას ვიძახი. კიდე რუსეთის მხრიდან, კიდე ირანის მხრიდან. ეხლა უკვე უფალზე და მათ ქმედებაზე ვარ დამოკიდებული, უკვე რა შეფასებას მისცემენ და როგორ განვითარდება 10 წუთიდან მოვლენები. ან ერთ თვითმფრინავი სად გაჩერდება, ან რას იზავს, ან კიდე ერთმანეთს. ესე იგი, ან ერთ თვითმფრინავი შეიძლება მოყვეს 2, 3, 10 და ასე შემდეგ ბევრი რაღაცები და ჩვენ კარგად ვიცით რომ ერთ-ერთი ახლო აღმოსავლეთთან და ახლო ჩრდილოეთთან ირანიდან გამომდინარე
ანუ კავკასიაში ერთ-ერთი ქვეყანა ვარ დარჩენილები, სადაც ფაქტობრივად პროვოკაციული ქმედება არ განხორციელებულა ირანის მხრიდან და არაფერი არ დაბომბილა, თუ ირანისთვის პროვოკაციული ქმედება არ განხორციელებულა და ფაქტობრივად საქართველოს ჩვენებს მშვიდობას, იმიტომ რომ აზერბაიჯანშიც ინციდენტი მოხდა, სომხეთში ინციდენტი მოხდა, მთელ არაბულ სამყაროში და მთელ ევროკავშირში ნახევრად იქ ჩვენ რა ინციდენტები ხდება კიპრში თუ იმაში კარგად ვიცით. რაკეტები ჩამოყარეს, კარგად ვიცით, ინდოეთის ოკეანეში რა ინციდენტები მოხდა, ყველგან კარგად ვიცით და საბედნიეროდ, კაი ის მინდა ინფორმაცია გითხრათ, რომ ხო არის ამერიკის მხარეზე ზოგადად ნატოს წევრი და რა ქვია, ასევე ევროკავშირის წევრი და გაეროს წევრი, როგორც ესპანეთი, როგორც იტალია, როგორც საფრანგეთი. ამ სამო ქვეყანამ თქვენ წარმოიდგინეთ, გუშინ წინ და ერთი კვირის უკან და ორი კვირის უკან ამერიკას ავიაბაზების დათმობისთვის უარი უთხრა, საიდანაც უნდა განხორციელებულიყო ახლო აღმოსავლეთში, კონკრეტულად ირანში დაბომბვითი საქმედებები. იმიტომ რომ ბიჭო, ამ სამო ქვეყანამ ისინი ხედავენ რომ სათხე შეექმნებათ მის ქვეყანას. ესპანეთმა, იტალიამ და საფრანგეთმა ხო? კი ბატონო, გეთანხმებით. ხედავენ. ჩვენ ვინ ვართ ამისთან? ეს კობახიძე, ირაკლი კობახიძე ვინ არის? ან ბიძინა ივანიშვილი რო წყვეტენ ქვეყნის ბედს და ხალხის ბედს. პირდაპირ ვიძახე, აი სახელებს და გვარებს ვიძახე. აი რა უფლება აქვს, რომ აი ესეთ იმაზე მარკო რუბიოს დარეკილზე წყვეტენ ქვეყნის ბედს. აქ რომ ღმერთმა დაიფაროს ირანმა ისროლოს რამე, ვინ გაამტყუნებს მითხარი? ან ადოს გამტყუნების დრო იქნება. ან როგორ გაუნებელიყო მის ნახსოვ რაკეტას, რა საშუალებები? არ ვიცი, რითი უნდა გაუნებელიყო. რა საშუალებები გვაქვს? მე მგონი ისევ მე ესე მგონია რომ რუსეთი ჩაერევა ამ საკითხში და ეტყვის ირანს რომ აქეთ მხარეს არაფერი არ იცხოვს. რუსეთსაც არ აწყობს თვითონ ფიზიკურად არეულობა კავკასიაში და მით უმეტეს საქართველოში, იმიტომ რომ მართლმადიდებლური კუთხითაც რაღაცა შემოგვჭა ჩვენ ურთიერთობა ერთმანეთთან, მიუხედავად იმისა, რომ აქ მოსახლეობის ნაწილს ამაკაცუგებს ამ დეგენერაცია, ტვინში დეგენერაცია გავლის საზოგადოებას უმეტესობაზე მაქვს ლაპარაკი თუ უბრალოდ უმცირესობაზე, არ აწყობთ არც მართლმადიდებლური საუბარი, არიან რუსოფობები და ზოგადად არა უნდა ურთიერთობაზე საუბარი, ნორმალურ ურთიერთობაზე ქართველებს და რუსებს შორის, სადაც მით უმეტეს აფხაზეთი და ოსეთის დაბრუნებაზე მთავარი პრიორიტეტი ეგ საკითხია და პირიქით თუ დავკარგავთ ჩვენ აფხაზეთ და ოსეთს, უფრო აწყობთ ეგ ვარიანტი, იმიტომ რომ უფრო აინტერესებთ ეგ დავალება შეასრულონ ევროკავშირის და ამერიკისგან, ისრაელისგან და ბევრი ქვეყნებისგან ანალოგიურად როგორმე განადგურდეს ქვეყანა, იმიტომ რომ დიდი ფულის ფასად ხდება ეს ყველაფერი. და როგორმე გახდეს სხვისი მტრის და სხვისი აგენტურული ქსელის, ანუ მათი საჯიჯგნი ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი. ხო, ბატონო რამა, ჩვენი დრო ამოიწურა, ძალიან სწრაფად გარბის მოკლედ ეს რო და ვერც კი ვასწრებთ სრულყოფილად რომ ჩვენი ეს თქვენი ის ინფორმაცია იქნება თუ ასე შეფასება იქნება თუ რაღაც გარკვეული გადაწყვეტილება იქნება საზოგადოებას უთხრათ, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში ის რას თქვენ ბრძანეთ ახლა მართალი ბრანდებით და ასეც არის საჭირო და დიდი ის გვართ ეს ჩვენ ჯერ პირადად მოსახლეობას ჩვენ მარტო ასე ერთმანეთის მიტოვება არ შეიძლება ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენ თავზე აბსოლუტურად და მოთხოვოთ ხელისუფლებას რომ დავდივართ დანის პირზე და ცოტა არ იყოს ასეთი ქმედებები, რა ქმედებების საფუძველზე ახლა შესაძლებელი არის რომ მართლაც რაღაც აღმოჩნდეს აქ ან თბილისში ან სადმე რომელიმე სამხედრო ობიექტი ირანული რაკეტა ხო ეს კარგის მომოსავებელი არის ამ ქვეყნისთვის და ნუ ვეთამაშებით ცეცხლს და არ გვჭირდება ჩვენ ახლა არც ერთი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები და არ გვჭირდება ჩვენ არანაირი ახლა რაღაც პროვოკაციები იმისთვის რომ ქვეყანა ჩაეთრიონ და ქვეყანა გახდეს სამიზნე იმ ირანული რაკეტების რომელიც ირანული რაკეტები ცვივა იმ სწორედ იმ ისლამურ ქვეყნებში მუსულმანურ ქვეყნებში სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განლაგებული ხომ ხედავთ სტომილება არა აქვს არც ერთ იმაში ქვეყანაში ირანის რაკეტებს სადაც კი ამერიკული სამხედრო ბაზები არის განლაგებული და აქაც არ ექნება სტომილება არის 50 სანტიმეტრი 1 მეტრიც არა სტომილება რა თქმა უნდა ამიტომ თხილად ნავიღოთ და თქვენ კიდევ აკაცუკები ხართ თუ სატანისტები ხართ თუ ისა ხართ ლიბერასტები ხართ თუ ეფშტეინიჩები ხართ ხო თავი დაანებეთ ასეთ რაღაცა მაიმუნობებს თქვენ იცოდეთ ჩვენ 17 მაისს ჩავატარებთ ოჯახის სიტყვის დღეს და 26 მაისს და 26 მაისს ჩავატარებთ და აბა გაბედეთ და 9 მაისს და 9 მაისს ჩავატარებთ კიდო ძალიან რაღაც ორგანიზებულად აბა გაბედეთ და რაღაცა გააკეთეთ და მე ჩვენ ვიცით რასაც გავაკეთეთ ასე არ არის ბატონო რამაც და ჩვენ როგორ ვიცით მაგას მე მგონი კარგად გასვოთ როგორც დაგამტრებთ კისრებს ამათ პიტაპი არ ჩვენ არ უყურებთ არც პოლიციას არც იმას დავინახავთ
რომ თქვენ ცდილობთ რომ ჩაშოროთ ეს ღონისძიებები, ვართ ორგანიზებული და ძალიან კარგი მობილიზებული და ძალიან კარგი ძალაც გვაქვს. დაგამტროთ მათ კისრებს და ერთხელ სამუდამოდ ჩამოაცილებთ ამათ იმ არათუმატო პოლიტიკურ ცხოვრებას. მე გეთანხმებით. არათუმატო პოლიტიკურ ცხოვრებას. შვილებრივ ცხოვრებასაც ჩამოაცილებთ. კი ბატონო. ჯობია ქართულ მონაცემებმა მიხედოთ მათ და ამოკეტონ ყველანი ერთ ადგილას. რა, წელიდან ნახევარი მეტი ხოშტარიას. წელიდან ნახევარი კი სამუდამო პატიმრობა უნდა მიგეცეთ. მაგ გათახსდებული ქალისთვის, მაგისთვის. ბატონო რამაზ. თქვენ დიდი მადლობა. მობზანებისათვის თვითფასო ტელემაყურებლებო, მადლობთ რომ გვიყურებთ და გვისმენთ. კარგად ზადებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.